ჩვენთან არის მეთქი. გილოცავ დღევანდელ დღეს ტაძრის განახლებას. არიან აქ მოსახლეობაში ადამიანები, რომელთაც ახსოვთ ამ ტაძრის გაუქმება, დანგრევა, ახსოვთ ის, რომ აქ საწყობი იყო კომუნისტების დროს და უფალმა ინება და შეიძლება ითქვას, ჩვენ დავიმსახურეთ, რომ დაგვიბრუნდა დღევანდელ დღეს ეს ტაძარი. გამომდინარე იქიდან, რომ მრევლი გაიზარდა და უფალმა ჩათვალა, რომ ამ ტაძრის აღდგენა საჭირო იყო ამ მრევლისთვის. და მადლობთ უფალს და მადლობა ამ სოფლის წინაპრებს, რომ ამდენი ტაძრები ააშენეს ამ სოფელში. და მართლაც დიდება უფალს, რომ აი ჩვენ დღესასწაულობთ ისეთი წმინდა მამის ხსენებას, რომლის ლოცვაც ყოველთვის გვამხნევებს და მოგვიწოდებს სინანულისკენ. დღეს არის ეფრემ ასურის ხსენება. ეფრემ ასურის ლოცვების სწავლებები ძალიან მნიშვნელოვანი არის. ეს სწავლებები არის ჩვენთვის სულიერი საზრდო. როცა ვეცნობით აი ამ წმინდანის ცხოვრებას, კიდევ ერთხელ წუნდებით, რამდენი სასწაული შეიძლება მოხდეს რწმენით, უბლისადმი მინდობით. ეფრემ ასური იყო ცელკი ბავშვი. არც ღვთისმოსაობა არ გააჩნდა. ძალიან ფაქერაკიანი და ძალიან ისეთი ბავშვი იყო, ცელკი და თითქმის თუ კი რამე ფუჭდებოდა, ყველაფერი მას ბრალდებოდა და ერთხელ როდესაც სოფელში ცხრები დაიკარგა, ვიღაცა მოიპარა, დაბრალდა ეფრემს და მოხვდა ციხეში, დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს. და საოცარი ახლა ციხეში როცა ჯდება ადამიანი, თავისთავად ბევრი აზრი მოსდის. ფიქრობს რისთვის, რატო, მართლაც ამ შემთხვევაში მართალი იყო, მას არ მოუპაროს ეს ცხრები. მაგრამ ხმა ესმა, ღვთის ხმა, ეფრემო უნდა გამოსწორდეო. ახალი ცხოვრება უნდა დაიწყო. და მართლაც აი აქედან დაიწყებს ახალ ცხოვრებას. ის დაემოწაფება ჯერ ერთ-ერთ განდეგილ ბერს, შემდეგ იაკობ იზიბის ეპისკოპოსს, სადაც 15 წელი ცხოვრობდა მასთან და ძალიან ბევრი რამ ისწავლა. ეს მამა გამორჩეულია რითი, რომ ქადაგებას რო იწყებდა, თავისი ცოდვებით იწყებდა. სამწუხარო დღეს აი მოძღვარი გამოდის და სხვისი ცოდვები იცის და ის სხვისი ცოდვების მიხედვით ქადაგებს, რომ აი ესეთი ცოდვები არსებობს, ასეთი ადამიანები ყავს, ასე. მაგრამ თურმე ძალიან შთამბეჭდავია, როცა შენი ცოდვებით იწყებ მრევლის წინაშე და შენ ცოდვებზე საუბრობ. ეს იმდენად ძლიერი ქადაგება იყო, რომ ძალიან ბევრ ქრისტიანს და წარმართს ქრისტიანულ ჯგუფზე აქცევდა. საოცარი რამ მოხდა, როდესაც მან ხილვით იხილა, რომ ბასილი დიდი იყო ძალიან დიდი წმინდანი. ეუწყა მას და თავის მეგობარს, რომელმაც იცოდა ბერძნული ენა, თვითონ არ იცოდა ბერძნული ენა. წავიდნენ ბასილი დიდთან და რომ შევიდა ტაძარში, რომ დაინახა შესამოსელი, მე მგონიო შევცდიო და თავის გულში გაიფიქრა ეს, რომ ეს არ არისო ისო. და შევცდიო ამაშიო და აი ზუსტად ეს რომ გაიაზრა, ბასილი დიდმა გამოაგზავნა თავისი მსახური და მიივიდა და უთხრა, რომ გიწოცო ეპისკოპოსი თავის საკურთხეველში რომ შეხვიდა იქაო და გაოცდა და სახელით მიმართა. ეფრემო გიწოცო და აი აქ უკვე მიხვდა, რომ ეს მართლა დიდი წმინდანი, წმინდა მამა იყო, ეპისკოპოსი, მთავარი ეპისკოპოსი ბასილი დიდი. და მართლაც როცა შევა და ეთქვის, რომ ხუცესად გაკურთხებოდა, არაო ღირსი არავა, რომ ხუცესობისო და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ დაიჩოქა ამ დროს დიაკვნად კურთხევის ლოცვა წაუკითხა ბასილი დიდმა. და სანამ ამ ლოცვას წაუკითხავდა, მეო დავწუნდები იმაშიო, რომ თავის გულში გაიბრუნდა და ბასილსაც უთხრა, რომ ბერძნული ენა რომ ისწავლო. და თუ ღვთისათვის სათნო არისო, შეთვის ბერძნული სწავლება, შენო ისწავლიო. აი კურთხევის შემდეგ რო ადგა ფეხზე,
ბერძნულად წარმოთქვა პერექსი. აი სასწაული მოხდა ის სიცოცხლეშივე და მართლაც აი ბასილი დიდი ეს არის უდიდესი მდელმთავარი, რომელმაც 59 წელი ცხოვრა ამ ქვეყნად, მაგრამ ძალიან დიდი შრომა დაგვიტოვა სულიერი ლიტერატურის სახით, ბევრი სწავლება და დიდი შრომები აქვს მას გამოქვეყნებული და ასევე ის ამბობს სულიწმინდასთან დაკავშირებით. აი დღეს ძალიან ბევრს უყვირს, რომ რატო ვამბობთ აი სახელითა მამისა და დაძისა დასულისა წმინდისათა. აი ბასილი დიდი ამბობს, რომ ვინცო უფლის სახელი დაარღვიოსო და სამწუხაროდ ირღვევა. დღეს გამოდის სამსულიერო პირები და ასევე ნათრავენ არასწორად. ნათრავენ სახელითა მამისა და დაძისა და წმინდისა სულისათაო. ვინცა ეს ფორმულა დაარღვიოსო, ბასილი დიდი ამბობს, ურჯულოებზე მეტად სოდავე. ურჯულოებზე მეტად სოდავე და მე სამწუხაროდ აი ასეთ სასულიერო პირებს როცებში აღარ ვიხსენია. თუ ბასილი დიდი ამას ამბობს, როგორ შეიძლება ის ჩაითვალოს, ან ნათლობა ჩაითვალოს. აი თბილისში არიან საუდელოება, რომ აი პირდაპირ ასე ნათრავენ, არასწორად. და სამწუხაროდ პოპულარულია ეს მოდელი. სამწუხაროდ ყველა მიცით ეს ადამიანი. ამიტომ სწავლა აუცილებელია, გონიერება აუცილებელია. მამათა სწავლებას უნდა დაევეყრდნოთ. არ შეიძლება ჩვენ რაღაცა გამოვიგონოთ, ახალი და ახალი რაღაცა ვასწავლოთ. მერე კიდე ამბობს, აი როცა ვამბობ დიდება მამასა და ძეს და წმინდა სასულსაო, ესაო წმინდა სულიო ხალხისგან წამოვიდაო. ხალხი რო არ დავაყოლოთო, შეიძლება ასე თქვათო, მაგრამ მართებული არისო, თქვათო დიდება მამასა და ძესა და სულსაწმინდასაო. იმიტომ რომ წმინდა სული არც ახარებაში და არც სამოციქულოში არ წერია. როგორ შეიძლება წმინდა უწოდოთ სულს, რომელიც გამწმენდელია თვითონ, განწმენს ყველა წმინდას, წმინდა გიორგის უწოდებთ, წმინდა ნინოს უწოდებთ, ყველას უწოდებთ წმინდას თავიდან. ხო შეიძლება აი თქვათ ადამიანზე თქვათ, არ ვამბობთ რომ წმინდა სულის ადამიანია. ხო შეიძლება თქვათ სული წმინდის ადამიანია. თუ არ ვიდრობ სული წმინდა, როგორ შეიძლება ეს თქვათ? აქედან გამომდინარე ეს ბასილი დიდი ასე გვასწავლის, რომ სული წმინდა ეს არის თავარი, ეს თქვა უფალმა, იესო ქრისტე. ესა პირველად ბერძნებმა შეცვალეს. იმიტომ რომ კათოლიკებს რო გამოეყვნენ, ისინი რო არახან ესე ამბობენ, ჩვენ ასე უნდა თქვათო. არ შეიძლება, არა, ბევრი დარღვევები აქვს ბერძნებს ამასთან დაკავშირებით. ეფრემასური ძალიან დიდი წმინდა მამა არის. თქვენ უნდა წაიგითხოთ მისი ნაშრომი, მისი სწავლებები და ძალიან ბევრ ამას გაიგებთ. დღეს აი თქვენ მოისმინეთ სამოციქულოში, რომ ვისაც ესმისო სახარებაო და ჩემი სწავლება უფალი ბრძანებს, ისაო ღვთისა არისო. ვისაც არ ესმისო, ის არ არისო ღვთისაგან. მე ხშირად როცა საბერო ადამიანი მოდის მონასტერში, ვაძლევ პატერიკებს, რომ წაიკითხოს. და რამოდენიმე ხნის განმავლობაში რო ვიკითხები, შენთვის ახლობელია მამების სწავლება? თუ მეუბნება რომ ახლობელია, ისე იგი საბერო არის, ის მიხვდება ყველაფერს და ის გააგრძელებს ცხოვრებას მონასტერში. თუ ვერ ხვდება, აზრი არ აქვს მისი ყოფნას. აზრი არ აქვს. აი ნახე, ვისაც ჯერავს რომ მე ხორცილად მოვედიო, უფალი გვეუბნება. ისა ღვთისა არისო, ვისაც არ ჯერავს, ისა ანტიქრისტესი არისო. მთელი კაცობრიობა ასეა გაყოფილი. ისლამის მიმდევრებს არ ჯერავთ, ხორცილად მოვიდა ღმერთი ამ ქვეყნად. ესენი არიან ანტიქრისტეს ხალხი. ისინი არ არიან ღმერთს თაყვანს არ ცემენ. ეს უნდა ვიცოდეთ. ძალიან ბევრი აი არაეკლესიური ადამიანი გამოდის და მე ყველა რელიგიას პატივს ვცემო. როგორ შეიძლება ყველას პატივი მიაგო? პატივი შეიძლება ადამიანს როგორც დაბნეულს, როგორც გონება დახშულს, რომ არასწორად ესმის სარწმუნოება. ადამიანზე არ შეიძლება ამიტომ რელიგიას როგორ შეიძლება ყველას პატივი ვცემ. პავლე მოციქული ბრძანებს ერთ არს ღმერთი, ერთ არს სარწმუნოება, ერთ არს ნათლისღება. ერთი ღმერთის გარდა არ არსებობს სხვა ღმერთი, იესო ქრისტეს. ყოვლადწმინდა სამების გარდა არ არსებობს.
ამიტომ აი დღეს ძალიან ბევრი სრულ ქრისტეს მიმდევრები არიან, ძალიან ბევრი ყავს უკვე აი საქართველოს მაგალითზე ჩვენ ვხედავთ ამას. ზოგი თავის თავს ღმერთად აცხადებს, ზოგი პატრიარქად, ზოგი წმინდანად, ზოგი ეს არის დამაბნეველი. არ შეიძლება რომ ქრისტეს მიმდევარი სხვა რამეს ქადაგებდეს, სხვა რამეს ასწავლიდეს. დღეს ასევე ხსენება არის პალადი მეუდაბნოის. საოცარი რამ მოხდა, ეს გამოქვაბულში ცხოვრობდა, იღწოდა თავისთვის და მის სცენაკთან ნახეს მკვდარი ვაჭარი, მოკლული ვაჭარი და დააბრალეს პალადის. და პალადი მილოცა ღვთის წინაშე და ეს მიცვალებული გაცოცხლდა და თქვა დაასახელა ვინ იყო მისი მკვლელი. აი ესეთი დიდი წმინდანის სცენება დღეს. ასევე არის ისააკ ასურის, ესეც ძალიან დიდი მამა, მდელმთავარი, რომელიც ნინევის ეპისკოპოსად იქნა გამორჩეული და ამ დროს მოსახლეობა ძალიან ბრძო მოწინააღმდეგეს სულის არ ჯეროდათ, რასაც უხადაგებდა ისააკი და ისააკმა გადაწყვიტა, რომ წასულიყო უდაბურ ადგილზე, სადაც ადამიანები არ იყვნენ და თავისი ბოლო ჟამი გაატარა იქ. დატოვა ეპისკოპოსობა. და ამ წმინდა მამის ხსენება დღევანდელ დღეს. მერთმა გაგახაროთ, მე მინდა განსაკუთრებით დავლოცო ამ ტაძრის წინამძღვარი მამა ალექსი, რომელსაც ძალიან დიდი ღვაწლი აქვს აი ამ მხარეში. ძალიან ბევრი ტაძრები ააშენა, ძალიან შრომითა და ღვაწლით გამოირჩევა მამა ალექსი. მერთმა შეუწიროს, მე ვერ წარმოვიდგენდი აი ესეთი დასრულებულ ასეთ ტაძარს, სრულყოფილ ტაძარს წარმოუდგენლად მიმაჩნდა, მაგრამ აი მისმა რწმენა, მისმა ამ შემართებამ სრულყო ეს ტაძარი და მადლობა უფალს და მადლობა მას. მადლობა მოსახლეობას. როგორც მამა ვამბობ, თითქმის სოფლის ყველა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა ამ ტაძრის აღდგენაში. ღმერთმა შეგიწიროთ, ღმერთმა გაგაძლიეროთ. როგორც უფალმა ბრძანა მართა და მარიამის შემთხვევაში, როცა ის სტუმრად მივიდა მათთან, აქა ერთისთვის არ სახმა, მარიამმა კეთილი ნაწილი გამოირჩიო. აი კეთილი ნაწილის გამორჩევა უნდა ვისწავლოთ. ეს კეთილი ნაწილი რა არის? ღვთის სიტყვის მოსმენა, დამარხვა და აღსრულება. სხვანაირად ჩვენ ვერ გადავრჩებით. ჩვენ უნდა ვესავდეთ მხოლოდ უფალს. სასვეება, იმედი შეიძლება მოძღვრისა ჰქონდეს, მაგრამ სრულყოფილი სასვეება უნდა ჰქონდეს უფლის. სამწუხაროდ დღეს ხდება ისეთი რამ, რომ ადამიანები მიყავთ თავიანთ თავთან მოძღვრებს. არა ღმერთთან, თავიანთ თავთან. და კერძსაყურება და კერძთაყვანისმრებლობა მკვიდრდება ჩვენს ეკლესიაში. არიან ასეთები, სამწუხაროდ. მოძღვრის იქით ღმერთს ვერ ხედავთ. ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ უნდა მივიყვაროთ ღმერთამდე და არა ჩვენ თავამდე. ეს არის დაღუპვა. თუ შენ იღუპები, შენ ვინც მოგყვება, ისიც იღუპება. და ზოგიერთს ისეთ წარმოდგენა აქვს, რომ მოძღვარი რომ თქვა გადაიყვანოს სხვაგან, ამ თქვა ჯვარი წერია გარდაიცვალოს, დავთავრდა ის უკვე არავის აღარ ირჩევს მოძღვარი. სხვას. ეს არაფრით არ შეიძლება. არაფრით არ შეიძლება. შეუცვლელი არავინ არ ვართ ამ ქვეყნად. ჩვენ წინ ვინც იყო სასულიერო პირები, მათაც ყავდა თავიანთი სულიერი შვილები, ჩვენს ყავს, ჩვენ შემდეგაც ეყოლებათ. არ დასრულდება იმით, რომ ჩვენ აღარ ვიქნებით და დამთავრდა ყველაფერი. და ბედნიერია ის სამწყსო, ვისაც ყავს წყემსი კეთილი. და ვინ არის წყემსი კეთილი? ვინც თავის სამწყსოსათვის თავს დადებს. არიან სასწრაფით ადგინებული, ფულის გულისთვის შემოსული მოძღვრები, რომელიც დიდდებიან. არიციან საწაიღონ ეს სიმდიდრე, ყველანაირ პირობებს იქმნიან, ბაძავენ ერის ადამიანებს, მე რითი ვარ ნაკლები ერის კაცზე, რატო არ უნდა მქონდეს მე ამდენი და ამდენი და აი ესე ცხოვრობენ. ასეთი ადამიანების ნდობა, ასეთ სასულიერო პირების არაფრით არ შეიძლება. არაფრით არ შეიძლება.
ზოგი წმინდანობას თამაშობს, ზოგი მართალი ადამიანი, ზოგი პატრიოტია ქვეყნის, ამას თამაშობს. ყველაფერზე მთავარია სიმდაბლე მოიპოვო, ხამდაბლობა მოიპოვო. დავას მიეცემის მადლი, ხოლო ამპარტაონის ძაღლს უფალს. თავდაბლობა და უბრალოება თუ არ გვექნება, ჩვენ ვერ ცხონდებით და თუ არ გვექნება თავდაბლობა, ჩვენ დამკითხველიც ვიქნებით. თავდაბალი ადამიანი არ განიკითხავს არავის. აი განიკითხავს ამპარტავანი ადამიანი. ვისაც ამპარტავნება აქვს და თავის თავზე წარმოდგენა აქვს და თავისი მდგომარეობით სხვას ადრის თავის თავს, რომ აი ის იმნაირი არა ვარ მე. აი როგორც წინა კვირას მეზორის და ფარისევლის იგავი თქვენ მოისმინეთ. ისე რომ ჩვენ დავფიქრდეთ, აი ძალიან მოკლე პასუხი გაგვეცა დღეს 60 ხუროდან. თუ შენ სახარება არ გესმის და არ უსმენ, შენ არ ახარ ქრისტეს. თუ შენ არ წამს ქრისტეს ხორციელი მოსვლა და კაცობრიობაში რამდენს არ წამს მთელ მსოფლიოში, ის არ არის ღვთისაგან, ის ანტიქრისტესი არის. ისე რომ ჩვენ თავსავ დაუკვირდეთ, ვინ ვარ და რისთვის ვარ ამ ქვეყნად, რა უნდა ვაკეთოთ. ჩვენ მეორედ მოსვლის წინა პერიოდში ვიმყოფებით. ის ნიშნები, რაც კი არის ჩამოთვლილი მეორედ მოსვლის წინ, ჩვენ თვალწინ ხორციელდება. მეუფებასაზე დააგება, ომები იქნება, ერიერსაზე და ნათესავი ნათესავზე და ოჯახში იქნება დაპირისპირება. და ნამდვილად ეს ნიშნები არის და უნდა გამოვხიზლდეთ. აღარ შეიძლება ეს როგორც ვიცხოვრია დღემდე ესე ვიცხოვროთ. ეს მარხვები მაგიტო არსებობს, რომ მარხვაში უნდა შევიცვალოთ ცხოვრების წესი. შეიცან თავი შენიო, თუ შენ თავს ვერ შეიცნო, სხვა ადამიანს როგორ შეიცნო? შენ თავისა ვერ გაგიგია და სხვაზე როგორ შეიძლება მსჯელობა? ის ასეთია, ეს ასეთი, ისეთი. თუ ვერ შეიცნო შენ თავს, ღმერთსაც ვერ შეიცნო. ამიტომ სიწმინდით უნდა ვიცხოვროთ. სიწმინდის დამცველი ყოფილა თავდაბლობა და მოწყალების გაცემა. აი ეს ორი თვისება უნდა ახასიათებდეს წმინდა ადამიანს. მოწყალება უნდა გასცეს და თავდაბალი უნდა იყოს. თორე ჩვენ ვიცით სახარებიდან იყო 10 ქალწული, 5 ბრძენი და 5 სულელი. ქალწულები იყვნენ, სიწმინდით ცხოვრობდნენ, მაგრამ სიბრძნე, ბრძენება რითი მოიპოვეს? ხელმოქმედებით, შრომით. ეს სულელი ქალწულები კიდე მარტო იმით ამაყობდნენ, რომ ქალწულები ვარ. ამათი ლამპარი ჩაქრა, ხოლო მეორეთი ელთო, მეორის ლამპარი, ვინც ბრძენი იყო. ეს ყველაფერი უნდა გვახსოვდეს ცხოვრებაში, რომ ჩვენ ვიცხოვროთ ისე, რომ ღვთისათვის საქმე იყოს ჩვენი ცხოვრება. მერთმა გაგაძლიეროთ. გეონდია წმინდა ლოცვა შეგეწიოთ, თქვენ სულიად საქართველოს და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს. ჩვენთან არსებობს.